დავით ჯავანაძე კორუფციის მკვლევარი კოალიცია ცვლილებისთვის წევრია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობის დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. კონკრეტულად აი ამ საკითხით დავიწყოთ და შემდეგ ვეცადოთ უფრო ფართო სურათში ჩავსვათ. ჩვენ ვიცით ის რომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს ქურდობისთვის. რით არის გამორჩეული ეს საქმე და რეჟიმი რატომ ჩავიდა უკვე კიდევ უფრო ქვედა დონეზე დაჭერების თვალსაზრისით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ეს ქვედა დონეზე ჩასვლები ხა ახალი ამბავი არის, სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აკავებენ მსგავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კორუმპირებული სახელი, საკმაოდ სახელგანთქმული და ამით ისინი ცდილობენ აი ამ კორუფციასთან ბრძოლის ამ ელფერის შექმნას, რომ თითქოს ყველგან, ყველა რაიონში და ყველა სფეროში ებრძვიან კორუფციას. თუმცა ეს სინამდვილეში არის ერთი დიდი შიდა კლანური ომის გამოვლინება. ყველგან განაწილებული ასე თქვა თავისი საცეცებით. რაც შეეხება უშუალოდ ლევან გამრეკელს, ეხა ეს კაცი დააკავეს წყლის მილები მოიპარა 5 მილიონი ლარის ოდენობის და მიისაკუთრა სხვა პირებთან ერთადო. სანამ ეს ამბავი გახდებოდა ცნობილი, სანამ ამის გამო დააკავებდნენ წლების წინ მე თვითონაც და სხვა კორუფციის მკვლევარები წერდით სტატიებს ამ კაცის კორუფციულ გარიგებებზე და მის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. ის იყო საკრებულოს დეპუტატი 2017 წლიდან 2025 წლამდე ხაშურის საკრებულოში და მისი დეპუტატობის განმავლობაში მას მოგებული აქვს 3 მილიონი ლარის ტენდერები. უმეტესობა აქვს მორგებული პირობებით, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აქვს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ტენდერები. ოღონდ ის კი არ არის რომ კარგად ასრულებდა სამუშაოებს და კარგი მეწარმე იყო. მისი 3 კომპანიიდან 2 არის შავსიაში შეყვანილი თავად შეწყდების სააგენტოს. მე იმიტომ რომ ცუდად ასრულებდა სამუშაოებს. მაგალითად სოფელ ნაბახტევში და ამას ყველა მიცის ხაშურში მცხოვრებმა ხიდს აშენებდა მისი ერთ-ერთი კომპანია, ააშენა ცუდად და ამის გამო შავსიაში შევიდა, გამოცხადდა ახალი ტენდერი და ეს ტენდერი მოიგო მისი ცოლის სახელზე რეგისტრირებულმა მეორე კომპანიამ. მე ეს მეორე კომპანია ყვარელის მუნიციპალიტეტმა შეუყვანა შავსიაში, იმიტომ რომ ისევ ცუდად გააკეთა რაღაც და მე მისი 19 წლის შვილზე გააფორმა კომპანია 2018 წელს და ამით გააგრძელა ოპერირება. ანუ ეს კაცი ჯერ ხო კანონს არ ღვევდა, არ ქონდა უფლება სამეწარმეო საქმიანობის და მეორეც ხო აი ესე ვთქვათ ურცხვად ისაკუთრებდა მილიონობით ლარს. ახლა მან პატრონი დაკარგა აი ამ შიდა ბრძოლაში, აი ამ ჩანაცვლების პროცესში, რასაც ახორციელებს ივანიშვილი და ჩვენ ვხედავთ ამას ძირითადად მაღალ დონეზე, მაგრამ როგორც ირკვევა ეს მხოლოდ მაღალ დონეზე ვერ დარჩება, იმიტომ რომ კორუფციული სისტემა იმგვარია, რომ ის აგებულია და ის არის ჩონჩხი, ასე ვთქვათ. შესაბამისად ვხედავთ გამოვლინებებს. მან დაკარგა პატრონი, მოვა მის ადგილას ვიღაც სხვა, მაგრამ კორუფცია არ შეწყდება ბუნებრივია ეს ნაკადი არ შეწყდება ხო არ ვიცი მე თანხმებით თუ არა თქვენ აბსოლუტურად ჩახერხებით ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება მან ახლა მხოლოდ პატრონის დაკარგვაზე მან არ არის საუბარი ეს კაცი 2024 წლის არჩევნებზეც ქართული ოცნების ხარდამჭერი იყო და ეხმარებოდა და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზეც კი ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობდა მაგრამ რატომ დაიჭირეს მაშინ მოდი ასე ვთქვათ ამას ხომ სხვებიც უყურებენ რომლებიც ქართულ ოცნებას ეხმარებიან და ერთი წარმოუდგენელ მასშტაბებს ქმნის აი აქ მაგალითად აი ამ კონკრეტულ ამბავში 5 მილიონზეა ლაპარაკი და უზარმაზარი თანხები გვესმის ხო რატომ დაიჭირეს მაინც აი თავისიანი დაიჭირეს ოღონდ გვესმის რომ არა იმის გამო რომ კორუფციას ებრძვიან არამედ სხვა რაღაცის გამო იცით ზოგ შემთხვევაში არის ის რომ თქვა უშუალოდ კლანის გარემოცვის წევრია და მაგალითად ქარსელაძე ლილუაშვილის და ხარიბაშვილის გარშემო დაიჭირეს ძირითადად აი ამ პოლიტიკური მიკუთვნებულობის და გამო თუმცა სხვა შემთხვევებში და აი ამ ლევან გამრეკელის შემთხვევაში საქმე გვაქვს ფულის ამოღების უშედეგო მცდელობასთან. ამ ხალხთან მიდიან პირდაპირ ქართული ოცნების წევრები და მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეუბნებიან რომ ამდენი უნდა მოიტანო. ეს ხალხი ფულს არ იხდის ან ვერ იხდის და შესაბამისად მე უკვე დგება პატიმრობის საფუძველი. იგივე არის ლევან გამრეკელის შემთხვევაში. ხო ხა ეს ამ საქმეზე ასე ვთქვათ 5 მილიონი გამოუჩინეს თორე ამ კაცს მაგალითად ამის მიღმა აი პირდაპირ გეტყვით მაგალითად აქ 15 მანქანა თავის სახელზე 1,700,000 ლარის. აქ 5 ბინა 17 მიწის ნაკვეთი და მეწარმედარი რეგისტრირებული და წინა წელს ჰქონდა 3 მილიონი ნახევარი შემოსავალი მოგება იმის წინ 3,700,000 ანუ მილიონერი არის ძალიან ბევრი ფული აქვს. სთხოვეს რომ ფული მოეტანა, ფულს არ იხდის, შესაბამისად მიდის ციხეში. ხა ეს ღალიბაშთან ამის კავშირი დიდად არ იკვეთება. შესაბამისად ხა ეს შიდა კლანური ომია და არაფერი კორუფციასთან ბრძოლასთან საქმე არ აქვს, იმიტომ რომ თუ კორუფციას ებრძვიან, მაშინ ის მერის დასაკავებელია რომ და ისაკრებულოს თავმჯდომარეც რომელიც აი ამ კაცის მმართველობის პერიოდში იყო ხაშურის მმართველობაში ამავე დროს და გარდა მაგისა უამრავი ადამიანი შეგვიძლია ჩამოთვალოთ რა ვიცი აი ბექაოდიშარიადან დაწყებული კახაკალაძით გაგზელებული და კიდე რაღაცა თქვა ხარაგაულის და სენატის მოქმედი მერებით დამთავრებული რომლებიც აგრეთვე მსხვილი კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან უბრალოდ არანაირი კორუფციასთან ბრძოლა ეს არის შიდა წმენდა ბატონ დავით აი აქ
ერთი ასეთი საკითხია, ჩვენ საუბრობთ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე. და ეს ერთი საქმე, მაგრამ თქვენ აგერ რამდენიმე კიდევ ჩამოთვალეთ. ანუ ყველგან ხდება ეს ყველა მუნიციპალიტეტში ასეთი საშუალო რგოლის, მოდი ასე ვთქვათ, თანამდებობის პირს შეუძლია ასეთი მილიონები ატრიალოს ყველა მუნიციპალიტეტში. აქ ხალხის ფულსა და ქონებაზეა ლაპარაკი და არა რაღაც თავიანთ მილიონებზე. ზუსტად 100%. ნახეთ, ყველა მუნიციპალიტეტში მსგავსი არის. ეხლა ბოლო დაჭერები რაც იყო, ეს იყო ვანის მუნიციპალიტეტში, სამტრედიაში, ბორჯომში, დედოფლის წყაროში, ანუ ყველა მუნიციპალიტეტში რაც დარჩა და სადაც არ დაუჭერიათ ეს ხალხი, იქაც შემიძლია ჩამოგითვალოთ ადგილობრივი ფეოდალები ვინებიანი. ზოგი მაგალითად მოქმედი მერიც არის, როგორც აღნიშნეთ წეგან სენაკის და მაგალითად ხარაგაულის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ასე ვთქვათ, არსად საგამონაკლისო შემთხვევა არ არის და ეს არის ამავე დროს პასუხი, რატო არის ამ მუნიციპალიტეტებიდანაც ზოგადად საქართველოსთან ამხელა ემიგრაცია, ამხელა სიღარიბე და რატო ყავს ამდენი ადამიანი, ასე ვთქვათ, უკიდურეს გაჭირვებაში და რატო გარბის ხალხი ქვეყნიდან მაშინ, როდესაც გვაქვს ეკონომიკური ზრდა ფურცელზე, რაღაცა კაპიტალის მოძრაობა აშკარად შეინიშნება და როგორც ხედავთ, ამათ ოქროს ზოდები აქვს სახში და 15 და 17 მანქანა ყავთ ხო თავის სახელზე. იგივე ხაშურის მუნიციპალიტეტში 25% ხაშურის მოსახლეობის ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ყოველთვიურად თუ არ მიიღეს დახმარება, საჭმლის და წამლის ფული არ აქვს და ამ დროს ამ კაცს აქვს 17 მანქანა, რაღაცა 25 მიწის ნაკვეთი და მილიონობით ლარი შემოსავალი. ჩვენ როდესაც მე შემთხვევით არ მიკითხავს სხვა მუნიციპალიტეტებზე, ჩვენ გვაქვს საქმე სისტემურ კორუფციაზე, ანუ რეჟიმი დგას მთლიანად კორუფციაზე. ახლა ამას რომ დაიჭერენ, ეს არ ნიშნავს, რომ ფულის ნაკადის წასვლა სადღაც ზემოთ შეწყდება. როგორ არის ეს სისტემა აგებული? ანუ საიდან იწყება, როგორ გრძელდება და სად მიდის? ეჭვი მაქვს, სადაც მიდის, მაგრამ მინდა რომ თქვენ უთხრათ ამის შესახებ. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილამდე და ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში მიდის, რა თქმა უნდა. მათ შორის ახლა ეს ბოლო ფულის ამოღების მასობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც კორუფციას და ბრძოლით ფუთავენ, ზუსტად ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი არის, რომ ეს ფული არ მოიღოს, მასთან აკუმულირება მოახდინოს და მას ჩვენ ის უნდა გავახსენოთ მაყურებელს, რომ მას პრობლემაც აქვს ფინანსების, იმიტომ რომ სანქცირებული არის ამერიკის ხაზინის მიერ, აქვს გარკვეული პრობლემები მისი ქონების განკარგვის და ეს ფული მას პირდაპირ სჭირდება. გარდა ამისა, ხო, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება აი ამ კორუფციულ სისტემაზე არის დაშენებული. ეხლა ეს კაცი თუ დაიჭირეს, იქ სხვა აგზელებს ხაშურში ამ ფულის მიტანას და იგივე ხდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ეს უბრალოდ კონკურენტების ჩამოშორება არის. თორე კორუფციასთან ბრძოლა რო იყოს, მართლა აი გოჩა ენუქიძეც უნდა იკითხებოდეს, ეხლა და ციხეში შიდა ამბებს არ ყვევენ, ფულის შიდა აბსოლუტურად. აბსოლუტურად, იმიტომ რომ მაშინ აი ერთ მაგალითს შიდა ამბებს ოღონდ ჩვენ ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე რომ თუ ამდენი ფული იპოვეს და გამოვათავისუფლეს, ეგეთ კოლბახიძე მთხოვ რომ 700 მილიონი დავზოგეთ ციპებში და აიპებშიო, ეს ფული საწავიდა რამეს მოხმარდა, ან სოციალური პროგრამები გაიზარდა, ან რამე აშენდა, ან რაღაც ადამიანებს რაღაც დახმარება გაიზარდა, თუ რა მოხდა? არსად არ წასულა, ისევ ივანიშვილთან წავიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთ საქმეზე გველაპარაკებიან, მაგრამ ხვდებით, რომ იქით ბევრი საქმეა კიდევ კორუფციული, რომელზეც არ გვესაუბრებიან, იმიტომ რომ ის არის სწორედ ამოსაღები ფული და ეს კიდევ საილოს. და ყველა შეშინებულია, მაგასაც დავამატებ, რომ ვისაც არ იჭერენ, ის ხალხი ძალიან შეშინებულია და დიდი დაბნეულობა არის ქართულ ოცნებაში. ეს კაციც ლევან გამრეკელიც 2 თვის წინ ქართულ ოცნებას ეხმარებოდა არჩევნებში გამარჯვებაში და დღეს გაუშვეს ციხეში. და ეს ბრალი ხა 2 წელია კი მიმდინარეობს, მაგრამ რა თქმა უნდა გარანტია ქონდა, რომ არავინ არ დაიჭერდა. ძალიან დიდი მადლობა დავით გადაცემაში მონაწილეობისთვის.